სოლიდარობის ფონდის პრეზენტაცია დილიდან იმართება სხვადასხვა უწყებებში. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სამინისტროების თანამშრომლებს აცნობს პროექტის ძირითად მიზნებს და პრიორიტეტებს და რა არის ეს სოლიდარობის ფონდი, ამას ანა წერეთელი გვეტყვის. ანა, გისმენთ. დიახ, ერთ-ერთი პირველი უწყება, სადაც დღეს დილიდან იმყოფებოდა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო. ამ სამინისტროში გაიმართა პრეზენტაცია, რომელზეც სამინისტროს თანამშრომლებს განუმარტეს თუ რა არის სოლიდარობის ფონდის მიზანი. საუბარი არის იმაზე, რომ სოლიდარობის ფონდმა მიზნად დაისახა 22 წლამდე სოლიდური სიმსივნით დაავადებული მოზარდების გადარჩენა და ამაზით აუცილებელი არის, რომ საჯარო უწყებების ყველა თანამშრომელმა 1 ლარი ან 1 ლარზე მეტი მათი სურვილის მიხედვით გაიღონ ამ ფონდში. ამ დროისთვის, როგორც ცნობილი არის, 12,000-მა საჯარო მოხელე მიიღო ეს გადაწყვეტილება და გამომდინარე იქიდან, რომ 300,000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს საჯარო უწყებებში, მთავრობის მიზანი არის, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ის გადავწყვეტეთ, რომ დავიწყოთ პრეზენტაციები და ყველა უწყებაში ჩავატაროთ და ძალიან დიდი გამოხმაურებაა და ადამიანებს სჭირდებათ სწორი კომუნიკაცია ამ ფონდთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი კომუნიკაციის შემდეგ თანხების მობილიზება იქნება უფრო მეტი. დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ წერილის საფუძველზე 12,000 საჯარო მოხელემ გამოიწვია სურვილი, რომ მიიღოს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდები სწორედ გახლავენ ყველაზე თქვათ დიდი დახმარების საჭიროების წინაშე და საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით პირველ ეტაპზე სწორედ მათთვის იქნება განკუთვნილი სოლიდარობის ფონდის დახმარება. ჩვენი სამინისტრო ბოლომდე გვერდში დაუდგება და ყველაფერს გააკეთებს იმის გულისთვის, რომ ამ ბავშვს კიდევ ერთი დახმარება გაუწიოთ და გადავარჩინოთ ბევრი სიცოცხლე. ჩვენი სამინისტრო მზად არის, ჩართული არის უკვე რამდენიმე ადამიანი და მე ვიმედოვნებ, რომ მთლიანი სამინისტროს თანამშრომლები იქნებიან ამ აქციაში ჩართული. შემდეგი უწყება, სადაც პრეზენტაციის ავტორებმა გადაინაცვლეს, იყო სპორტის სამინისტრო. ცნობილი არის, რომ სამინისტროს დაახლოებით 120 თანამშრომლიდან სოლიდარობის ფონდში პირველი შენატანი უკვე განახორციელა 80-ზე მეტმა ადამიანმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავალდებულობთ მეც, იმიტომ რომ ჩვენს იმ ადამიანებს ჭირდება ჩვენი გვერდზე დგომა, ჩვენი დახმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ დახმარების ხელს ყოველთვის მზადად გავუწიოთ. მე უკვე მივიღე მონაწილეობა ამ პროექტში, ჩემი სახელმწიფო ფონდიდან გამოყავი გარკვეული თანხა ყოველთვიურად. მიმოჩნია, რომ ნებისმიერი ეს ინიციატივა ზოგადად ძალიან კარგია და ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროექტში. ცნობილი არის, რომ სოლიდარობის ფონდის მართვაში მონაწილეობას მიიღებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს საბჭო შეიკრიბება 22 აგვისტომდე და უკვე 1 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, რომ დაფინანსდეს პირველი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვის ჯანმრთელობა. მადლობთ, ანა. ანა წერეთელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სოლიდარობის აქცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. პროექტის პრეზენტაცია დღეს უწყებაში გაიმართა. მას სოფლის მეურნეობის მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები დაესწრნენ. ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა, აქციაში ჩართვა ნებაყოფლობითია. ჩვენ ვაპირებთ, რომ თითოეულ საჯარო სექტორში ჩავატაროთ პრეზენტაცია ამ ფონდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მისი მიზნებიდან გამომდინარე. ჩვენ ვქნებით მაგალითი ერთიანი სოლიდარობის საზოგადოების ქვეყანაში, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს საჯარო სექტორი ბავშვების გადასარჩენად. ეს ფონდი იქნება, ასე ვთქვათ, განკუთვნილი იმისათვის, რომ დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც ავადმყოფობის ან სოციალური მდგომარეობის გამო შეექმნათ უეცარი ფინანსური საჭიროებები და ამის დასრულ დაფინანსებას ვერ ფარავს სახელმწიფო. ესეთი ფონდი პრეცედენტულია და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ეს გახლავთ ნამდვილად მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც აპრობირებულია ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში და შესაბამისად თავიანთი როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ეფექტურმა მითქმა.